ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება. პროექტის ფარგლებში იწყება განაცხადების მიღება თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საკონკურსო გრანტების პროგრამის განსახორციელებლად. საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან მხოლოდ ფერმერთა და მექანიზაციის მომსახურების ცენტრები. ჩვენ ამ პროექტს ვახორციელებთ საქართველოს მასშტაბით. დღეს მე-6 საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ზუგდიდში იმართება. მოწვეულია რეგიონში მოღვაწე აგრობიზნესები და სხვადასხვა დაინტერესებული პირები. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტი აპლიკაცია მივიღოთ სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონიდან და ამ აპლიკაციებმა მოიპოვა შემდეგი დაფინანსება. თავისთავად ამ ფერმერთა მომსახურების ცენტრებისა და მექანიზაციის სერვისების ცენტრების განვითარება უზრუნველყოფს აგროსაქმიანობის გამოცოცხლებას რეგიონში, აძლევს სტიმულს პირველადი წარმოების განვითარებას, შესაბამისად პირველადი წარმოების განვითარება უკვე გადამამუშავებელ მრეწველობას და წარმოებას უწყობს ხელს და მინდა წარმატება უსურვო დღეს წარმოქმნილ აგრობიზნესებს მათ შემოიტანონ კარგი აპლიკაციები, რომლებიც დაიმსახურებენ საბოლოო გამარჯვებას და შესაბამისად მიიღებენ დაფინანსებას. პროექტის მიზანია რეგიონებში აგრობიზნესების განვითარება, დასაქმებისა და მოსარგებლეთა რაოდენობების ზრდა და აგროაქტივობების გამოცოცხლება. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და აგრობიზნესით დაკავებული ადამიანები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს.